გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის. რატომ დუმს? თუ გყავთ ადამიანი, რომელიც არ გეხმიანებათ, არ გწერთ, არ გირეკავთ, ნახოთ, რატომ იქცევა ასე. ძალიან გაერთო ჩემი კატა. კარგი, მარკო, გეყოფა ცოტა ხანი მოისვენი. ნახოთ თქვენი ადამიანის სიგნიფიკატორი კარტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორად აირჩიეთ. შეგახსენებთ, რომ ტარო კონსულტაციაზე ფასდაკლება არის 25 დეკემბრამდე. თქვენი ადამიანი ვინ არის ის? თქვენ ადამიანს ახლა აქვს პასუხისმგებლობა აღებული. ის თავს მიიჩნევს მსხვერპლად ამ სიტუაციაში, თითქოს ეჩვენება, რომ ვერ უმკლავდება ამ პასუხისმგებლობას, ასე ვთქვათ, და ცდილობს გამოიმუშაოს, ასე ვთქვათ, სახსრები. და რა სიტუაციაშიც არის, ან რა სიტუაციაშიც მან ამოყო თავი, ასე ვთქვათ, მას ეს არ მოსწონს. დაახლოებით ასეთია თქვენი ადამიანი. ასევე მას აქვს ზეგავლენა, ასე ვთქვათ, ქალბატონის სიტყვა მისთვის არის მნიშვნელოვანი და ამასაც განიცდის. ის სურს ამ ქალბატონის ზეგავლენისგან განთავისუფლება. დაახლოებით ასეთია მისი სიგნიფიკაცია. ნახოთ თქვენ ვინ ხართ. თქვენ ძალიან განიცდეთ, რას განიცდეთ ასე ძალიან. რომ არ მოდის ეს ადამიანი, რადგან ის თქვენ გენატრებათ, მასთან გატარებული თითოეული წუთი, თითოეული წამი თქვენ გენატრებათ და გსურთ ისევ ის შეგრძნებები შეიგრძნოთ, რასაც განიცდით, როდესაც მას თქვენ უყურებდით თვალებში. შეიძლება ასე ითქვას, როცა მას თქვენთვის რაღაც მოჰქონდა სასიხარულო, როდესაც ის მოდიოდა თქვენთან, კონტაქტში იყო თქვენთან, ნოსტალგია გაწვევათ, ასე ვთქვათ, თქვენ. კარგით, რა ხდება თქვენ შორის ახლა? ვნახოთ. თქვენ შორის რა ხდება ახლა? ესე იგი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თქვენ შორის არის სიყვარული, თქვენ შორის არის ემოცია, თქვენ ორივე თვლით, რომ თქვენ ხართ ერთმანეთის, ასე ვთქვათ, ნაცსაყუდელი, რაღაც ერთმანეთის თავშესაფარი, შეიძლება ასე ითქვას. ერთმანეთისთვის ხართ ასე. თქვენ შორის შესაძლებელია ახლა იყოს დაუშვათ ცდელობა მოწერის, კონტაქტის აღდგენის, მოდი ასე ვთქვათ. ორივე ერთმანეთისგან ელოდებით, შეიძლება ეს იყოს SMS-ი მიწერას, ან მოკითხვას, რომ მოიკითხოთ როგორ ხარ, რა შვები და ასე შემდეგ. უბრალოდ არაემოციური მიმოწერა, არამედ რაღაც უფრო ესეთი მეგობრული შეიძლება ითქვას. კარგით, ვისთანაც ემთხვევა ძვირფასებო განაგრძეთ, ვისთანაც სრულიად სხვა სიტუაცია, რა თქმა უნდა, ეს გაშლა არ არის თქვენზე და ასკროლით. რატომ არ გეხმიანებათ თქვენი ადამიანი? რადგან დავინახეთ, რომ მას სურს თქვენთან კონტაქტი, სურს რომ მოგწეროთ, ან თქვენ მას მისწეროთ და რატო არ დგამს ამ ნაბიჯს და არ გეკონტაქტებათ? რატომ დუმს? აი ჩემი კატასავით რატომ იქცევა? წავიდა და ისევ მოდის
ოღონდ სანთლის ეშინო და რატო იქცევი ასე? ესე იგი, რატომ დომს თქვენი ადამიანი? იმიტომ, რომ ამ მომენტში გადატვირთულია საქმეებით, გზებით, მოქმედებებით. შემდეგ არის ის, რომ ის ფიქრობს, რომ თქვენ რაღაც განერვიულებული ხართ. მას ეშინია, რომ მოგწეროთ ახლა, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ პასუხი არ გასცეთ და ამას ის ვერ აიტანს, რომ თქვენ პასუხი არ გასცეთ. მას უფრო შეუძლია, რომ მან არ გაგცეთ პასუხი, ან მან არ შემოვიდეს კონტაქტში, თუმცა მან რო იაქტიუროს და თქვენ ჩაიკეტოთ და პასუხი არ გასცეთ, ამას ვერ გადაიტანს, ანუ ინერვიულებს. თუმცა ის აპირებს, რომ შემოიჭრას თქვენს ცხოვრებაში ლამაზად. ის ამაზე ფიქრობს, ეს არის თასების რაინდი, ანუ მოგხიბლოთ სიტყვით, მოგხიბლოთ რაღაც ლამაზი ფრაზებით, ამას ის აპირებს. მაშინ ნახოთ, როდის გადმოთქვამს ნაბიჯებს, რადგან აპირებს დაახლოებით, ნახოთ, ახალ წლამდე 2025 წლის ახალ წლამდე ის აპირებს, რომ შემოვიდეს თქვენთან კონტაქტში. დიახ, რა თქმა უნდა. რაც არ უნდა ხდებოდეს მის ცხოვრებაში, რაც არ უნდა ხდებოდეს, თავშად რაც უკვე ჩვენ აღწერეთ, ის აპირებს გარისკოს და თქვენთან შემოვიდეს კონტაქტში, ურთიერთობაში, რომანტიული სასიყვარულო კუთხით. კარგით, ვნახოთ თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე. თქვენ როგორი აზრები გაქვთ? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი თქვენ გეკუთვნით ენერგეტიკულად, ის არის თქვენი საკუთრება. თქვენ ხართ პრინციპული, თქვენ ხართ ჯიუტი ადამიანი. თქვენ თვლით, რომ ის თქვენთვის არის ძალიან ახლობელი და ასე ვთქვათ, მან რაც არ უნდა მოიმოქმედოს, რაც არ უნდა ჩაიდინოს, ასე ვთქვათ, თქვენ ეს არ გაინტერესებთ, თქვენ გსურთ მასთან ურთიერთობა და თავარია მან გადმოდგას ნაბიჯები და თქვენი კარი, ასე ვთქვათ, ღია მუდამ მისთვის. ამას ფიქრობთ თქვენ. განსაკუთრებით არის დიდი ვნება თქვენი მხრიდან. მის მიმართ თქვენ გეჩვენებათ, რომ ეს არის პარტნიორი, რომელზეც თქვენ ხართ მიჯაჭვული. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს არის თქვენი ილუზიები. რატომღაც თქვენ ასე აღიქვამთ, რომ ეს არის ის, ვინც თქვენ გჭირდება, თუმცა ამავე დროს ის თქვენ გტანჯავთ. ამავე დროს თქვენგან უდიდეს ენერგიას იღებს და თქვენ ამისგან გსურთ განთავისუფლება, თუმცა არაფერს არ აკეთებთ განთავისუფლებისთვის. პირიქით, რაც უფრო მეტად ფიქრობთ ამაზე, მით მეტად იჯაჭვებით მას. რაღაც ამთაგვარია წურფასება. კიდევ რა შეიძლება მასზე ვეკითხო, რომ თქვენ გაინტერესებდეთ? რატომ თulis ის, რომ თქვენ ხართ განერვიულებული და არ ღირს თქვენთან მოწერა ახლა, რაც უკვე ჩვენ დავინახეთ წეღან. იმიტომ რომ ის თქვენ გელოდებათ ძვირფასებო, ასე ვთქვათ, თქვენს ნაბიჯებს ელოდება, თქვენ სოციალურ ქსელში სადღაც ის თვალს გადევნებთ და თulis რომ თქვენ ძალიან კარგად ხართ, ლაღავთ თავისუფლად და არ საჭიროებთ ამ ადამიანის ყურადღებას, ასე თulis ის და ამიტომ შესაბამისად არ მოქმედებს. მისი აზრით შეიძლება თქვენის აღარც კი გაინტერესებთ. ამიტომ ფიქრობს ღირს გარისკვათ თუ არ ღირს. აი რაღაც ამდაგვარი ფიქრები აქვს ადამიანს. თქვენ რო თვლით რომ ის არის თქვენი პარტნიორი, ის მას ეს მანერს არ იცის უბრალოდ. მას გონია რომ თქვენ ის არ გაინტერესებთ. გესურვებთ წარმატებებს, შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში. პირადში მომწერეთ, ვისაც გსურთ.